ერთ-ერთი მთავარი მეთოდოლოგია, რაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ავტორიტარული რეჟიმის არის, ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში და რასაც ვაკვირდები, არის აბსოლუტური გათიშვა საზოგადოების ერთმანეთისგან გათიშვა და ყველანაირი პრევენცია, გადაზღვევა იმის, რომ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს ერთმანეთთან არ აქვთ კონტაქტი და მეტიც არ აქვთ ერთმანეთზე ინფორმაცია. ან ინფორმაცია, რომელიც აქვთ, არის სრულად კონტროლირებული პროპაგანდისტული მედიების თუ სხვა საშუალებებით. პატარა ქვეყანა ვართ იმისთვის, რომ ამდენად არ ვიცოდეთ ერთმანეთზე რაღაცები, ამდენად აი ხიდჩატეხილობა მართლა უკვე სრულად მოყირჭებული სიტყვაა რა, აი მილიონჯერ ნათქვამი ხიდჩატეხილობა, მაგრამ მართლა ხიდჩატეხილობა ქვია მაგას, იმიტომ რომ უბრალოდ ერთმანეთის შესახებ არ ვიცით. შესაძლებელია წარმოუდგენა არ გქონდეს ერთმანეთის, მაგრამ ცენტრი პერიფერია მიმართებაში კი არა, მხოლოდ არამედ იგივე ვთქვათ, აი რეგიონალურ პროტესტებში ჩართულ სოციალურ მოძრაობებსაც კი ერთმანეთის შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ ქონდეს, იმიტომ რომ ინფორმაცია სადღაც ვიღაცამ ხომ და უზრუნველყოს. ინფორმაციას არ უზრუნველყოფს, კი ვხედავთ ახლა ვისაც აქვს ფინანსური ძალაუფლება, ის ინფორმაციის უზრუნველყოფაზე ორიენტირებული ნამდვილად არ არის. პირიქით, თუ რამე ინფორმაციას გააჟღერებს სამთავრობო მედიები იქნება დეკლარირებულად თუ რა დეკლარირებულად სამთავრობო მედიები, მაგალითად საზოგადოებრივი მაუწყებელი, თავისთავად არ იქნება არანაირად მიმართული იმაზე, რომ მაგალითისთვის ჭიათურის პროტესტზე მოუყვეს საირმის პროტესტში ჩართულ ადამიანს. ხო, ეს თავი და საერთოდ ერთმანეთის შესახებ რომ არსებობენ, ამასაც კი არ ეტყვის. ბოლო პერიოდის ტენდენცია მათ შორის, რაც არის, იგივე მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ რო ვისაუბროთ, არის ამ შემთხვევაში აქამდე თუ იყო ნახევარსიმართლე, ახლა არის ხოლმე უკვე ის, რომ არ აღიაროს, რომ რაღაცა ჯგუფი არსებობს. საერთოდ ინფორმაციის სახითაც კი არ გააჟღეროს ეს და თუ კი არ იცი რომ სადღაც არსებობს ჯგუფი, რომელიც შეიძლება ზუსტად იგივენაირ პროტესტში არის, ან კიდე დაახლოებით მის მიმართ არსებული სამთავრობო თუ რეჟიმის მეთოდოლოგია ზუსტად იგივეა, იქნება ეს რაღაც კორუფციული სქემით მიტაცებული მიწაწყალი იქნება ეს, შემდგომში იქ არსებული ადგილობრივი ფეოდალი, სამართლებრივი დევნა თუ ასე შემდეგ, თუ ესენი არ იცი, ძალიან რთულია მერე უცებ, აი არსაიდან თუ ინფორმაცია არ მაქვს, ვის მიმართ ვარ სოლიდარული, ეგ მაინც ხომ უნდა ვიცოდე, ანუ იმისთვის რომ თქვა სოლიდარობა რაღაცა სურებს, უნდა ვიცოდე რომ სურებში პროტესტია.